ტყიალო წუთი სოფელო ნახვას არ გვაცლი მზისასა კავკასიონის ფერდობებზე საქართველოს შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთში იმალება თუშეთი. უძველესი მიწა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელშეუხებლად დარჩა. თუშეთში ქარისხმა სიტყვებზე უფრო ძველია. აქ ცხოვრება დროის მიღმა დგას. მთები დუმილს გიწესებენ როგორც კანონს. სოფლები დროში გაყინული ამბებია. და ყოველი ნაბიჯი აქაურ მიწაზე უკან დაბრუნებაა წარსულში. ამიტომ ვბრუნდები. არა როგორც მნახველი, არამედ როგორც ვალში მყოფი. იმიტომ რომ თუშეთი მისტიკაა, რომელსაც ერთხელ თუ ნახავ, არასოდეს დაგტოვებს. ამ გზით თუშეთში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეში შეიძლება მოხვდე. 3000 მეტრ სიმაღლეზე გეუფლება განცდა თითქოს ღმერთების კარიბჭეს უახლოვდები. აქედან ზემოთ ბევრი არაფერი ცხოვრობს. ქარი, ნისლი, ცოტა ბალახი და მერე თუშეთი. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი ბუნებრივად იყო მოწყვეტილი დანარჩენ ქვეყანას. თუშეთი თავისი მიუდგომლობის გამო დროში გაიყინა. ამ იზოლაციამ ბევრი რამ შეინარჩუნა. ყოფა ცხოვრება, არქიტექტურა, წესები. თუშეთში ყველაფერი თითქოს თავისთვის ცალკე განვითარდა. დანარჩენ სამყაროში ცალკე. აქ ჰაერშიც კი იგრძნობა მისტიკურობა. თუშეთს შეუძლია მოგაჯადოოს. ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია, გულით მინდა და ვეღარ მიძინებ, გულით მინდა შენზე ფიქრი შემომეჩვია, გულით მინდა და ვეღარ ვიცინებ. სანამ გზას გაიყვანდნენ აქ, მანქანის ხმასაც კი ვერ გაიგებდით. საუკუნეების მანძილზე ერთადერთი ტრანსპორტი ცხენი იყო. ვისაც ცხენი ჰყავდა, მას თავისი ბილიკი ჰქონდა.
და ვისაც ბილიკი ჰქონდა, მას წესების დაცვა ევალებოდა. ვინახარ ვინიარები ლაღმაგლაღი ცხენითა თავს რა დარ შამაიბრუნებ ყანას რად მამკევცრემლითა თავს რა დარ შამაიბრუნებ ყანას რად მამკევცრემლითა ეს წესები თუ ჟურყოფაში საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ვერცხლის თასა დამცმაქცია როგვინითა გევსებოდე საკმარისია ერთხელ მაინც მოხვდე აქ, რომ შენი სამყაროსთან კონტაქტის სიხშირე გაღორმაგდეს. ანამქნა ვერცხლისათი და ეს კოშკებიც სწორედ ამ წესზე დგას. ანამქნა წესზე, რომელსაც არავინ წერს, მაგრამ ყველამ იცის. ჩაგეშლებოდე და ჩვენც ვიწყებთ. ღრმა წარსულში, კაცრი მთების გულში იწყება თუშეთის ისტორია. პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული ეს მხარე იყო საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ბუნებრივი ციხესიმაგრე. თუშეთი 4 ძირითად თემად იყოფა. პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და ჩაღმის თემი. მოიცავს 40-მდე ნასოფლარს და 10 სოფელს. თუშეთის სოფლები ზღვის დონიდან 1900-დან 2400 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული. ცენტრად სოფელი ომალო ითვლება. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ. მაგრამ ბარის თუშეთი სინამდვილეში კახეთია. ამიტომ ტერმინი მთათუშეთი არც ისტორიულადაა გამართლებული და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. აქედან იწყება თუშეთი. ეს ყველაზე დიდი სოფელი ომალოა. ზამთარში აქ სიცოცხლე თითქმის არ ჩქეფს, მაგრამ ზაფხულობით აქაურობა სავსეა ტურისტებით. ყველაზე ხშირად კადრებში აი ეს კესელოს ციხეები მოხვდება ხოლმე. ახლა კი ჩვენ წავალთ და ნახავთ მის ნამდვილ დანიშნულებას. ეს კოშკები არ არის მხოლოდ სამხედრო დანიშნულების. რიგითი თუში აქ აფარებდა თავს, როდესაც მტერი თითქმის ყველა კუთხიდან მას უტევდა. ამ კოშკებმა გაუძლეს დროს, ქარს და ადამიანებს. სწორედ ეგ არის თუშების მთავარი ფილოსოფია. თვითგაძლება. თუშეთში არ იყვნენ თავადაზნაურები. სახელმწიფოს აქ თავისი მოხელე, მოურავი ჰყავდა. თუშური მოსახლეობა ისტორიულად 2 ჯგუფად იყოფა: წოვათუშებად და ჩაღმათუშებად. ეს 2 ჯგუფი ეთნოგრაფიული, ყოფითი და კულტურული ტრადიციების მიხედვით თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. სხვაობა მათ შორის ენობრივია. ჩაღმათუშები ერთენოვანი არიან და მეტყველებენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე. წოვათუშები, შემოკლებით წოვები ანუ ბაცბები, ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი, ისტორიულად სახლობდნენ თუშეთის ტერიტორიაზე. მოგვიანო პერიოდში თუშების მსგავსად მოხდა მათი ბარში, ალვანში ჩამოსახლება. წოვათუშები ბილინგვები არიან და საუბრობენ როგორც ქართულად, ასევე ვაინახური ქვეჯგუფის წოვათუშურ ბაცბურ ენაზე.
1881 წელს საქართველოში იმოგზაურა ფრანგმა ანთროპოლოგმა ერნესტ შანდრმა. ფოტო გადაღებულია მისი თანამგზავრის კაპიტან ფარის მიერ. როგორც კი თუშეთი ქართლის სამეფოს საზღვრებში შემოვიდა, მას დაეკისრა ძალიან საპასუხისმგებლო მისია, დაეცვა საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარი ამ მრისხანე მთებიდან მომავალი დამპყრობლებისგან. საუკუნეების განმავლობაში თუშების დაუნდობელი სული და მთის ბრძოლა წარმოადგენდა საქართველოს ფარს. მუდმივი კონფლიქტები და საქართველოს ბარისგან განცალკევებული ცხოვრება აქაურებს უბადლო მეომრებად აქცევდა. თუშეთის ამაყი ხალხი განთქმული იყო მთელს კავკასიაში. თუშები არასდროს ელოდნენ ბრძანებას. რაც საჭირო იყო, კეთდებოდა. არც ზედმეტი მორჩილებით, არც აყალმაყალით. ეს ხალხი ბრძოლის გულისთვის არ იბრძოდა. იბრძოდა იმისთვის, რასაც ენდობოდა. უბატონოები იყვნენ არა სიჯიუტისთვის, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ იცოდნენ. გარდა იმისა, რაც სწორედ მიაჩნდათ. ასე იქცა თუშეთი საუკუნეების განმავლობაში დაუმორჩილებელი, მრისხანე და ამაყი. საქართველოს უძლებელ მცველად და ამ სიამაყის გრძნობით და მათ სიმამაცეზე ფიქრით, მივადექით პატარძალივით ლამაზ სოფელს, რომელსაც ვერც გაუსწრებ და ვერც გვერდს აუგლი. ის თვითონ გაჩერებს. Nicotsidih birinzis kabachacmul goragas. Tval momibli dalesil koshka dadmukdianas. Nicotsidih zvavistil demokriatsis tvalas. Tval momibli tsisk tasru bilis sorila chkadianas. Nicotsidih ringumosru arhachs badganianas. Tval momibli sajjos natkes anchikianas Nicotsidih sajchatas. ხახანასაც შვილებას ეს დართლოა დროში გაჭედილი სოფელი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია თუშური ტრადიციული არქიტექტურა, მისი ციხესახლებისა და კოშკების ნაშთების სახით. Nicotsidih chitatas begabuk kongarianas. Tval momibli bebertles tsarabchirgodianas Nicotsidih danosgos tsadgars kalfanzianas. Tval momibli didkaltes milionat tqianas Nicotsidih kirklets lodnas tvaletsqlianas. Tval momibli terusude balachvianas. Nicotsidih bindis sin kakaksis svarianas. Tval momibli devis darmtebs kuchbarakianas. Nicotsidih gijrajers kirs sunatslianas. Tval chigi chentushets khandar khamgurbianas. დართლო ყველაზე შთამბეჭდავად შემონახული სოფელია თუშეთში. აქ თითქმის ყველა სახლი თუშური სტანდარტითაა აგებული. შავი ქვით, ხის დეტალებით და სახლები თითქმის ერთ სიმაღლეზეა აგებული. თითქოს ერთმანეთზე იყოს მიბმული. ეს ხაზს უსვამს კიდევ ერთ თვისებას. თუშეთში მარტო არავინ ცხოვრობდა. აქ ყველაფერი ხალხმრავალ კლანურ ცხოვრებაზე იყო აგებული.
ჩვეულებრივ სახლებს პირიმზით აშენებდნენ შემაღლებულ ადგილებზე, რათა თოვლის ზვავისგან დაცული ყოფილიყვნენ. თუშების საგვარეულო და სასოფლო 5-6 სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტრის თავდასხმის დროს. პირველი სართული ტყვეების დასამწყდელ დილეგს წარმოადგენდა. კოშკები იყო როგორც პირამიდსახურავიანი, ისე ერთქანობიანი. კოშკებს თუშები აგებდნენ როგორც დუღაბით, ისე უდუღაბოდ. პირველი სართული ჩვენ ბაშტეს ვეძახით, ქალთა მეურნეობა ხდებოდა იქ. ანუ ქალები ურიდნენ სხვილფეხა საქონელს, რძეს აწარმოებდნენ, რძის პროდუქციას აწარმოებდნენ. იქვე მშობიარობდნენ ბაშტეში. ბოლო სართული კაცთა სართულია, იმას ჭერხო ქვია. ძინებენ, სტუმარ კაცსაც იქ ღებულობენ. თანაც თუ ქალთა ხელობა არის ამ კედლების გალესვა შიგნით თიხით და ასე შემდეგ, ბოლო სართული სულ გასალესია, იმიტომ რომ ჭერხოში ქალის შესვლა არ შეიძლებოდა და გასალესი რჩებოდა ხოლმე. დართლოს ზემოდან პირქუში, მაგრამ ულამაზესი სოფელი კვავლო გადმოჰყურებს. კვავლო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომპაქტურ ციხესიმაგრესავით აგებულ სოფელს. აქ შემორჩენილია კოშკები და საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს კლდოვან ფერდობზეა განლაგებული. შენობები ძირითადად სიპიქვისგან არის ნაშენი. კედლები ორმაგია და მჭიდროდ მორგებული, რაც მიუთითებს საკმაოდ ძველ სამშენებლო ტექნიკაზე. ვიწრო ბილიკითა მავალა ბარიდა გადამავიარე სამრუვის წყალი ახალა აღამარაცე მივიჩქარიდა ხეობებას მისდეს მშიერი თვალი ადგილობრივი ზეპირმეტყველება გვიყვება, რომ კვავლო ერთ-ერთი ყველაზე წესიერი სოფელი იყო, სადაც მკაცრად იცავდნენ უძველეს თუშურ ტაბუებსა და წესებს. ვინიცისადარა მოუკლავას ჭიხვი ამადაობებულა თითის ფალაგმნეს ახლა აქ ბევრი ტურისტი დადის, მაგრამ დაახლოებით 8 წლის წინ თქვენ აქ სულ სხვა სამყაროში მოხვდებოდით. დროში გაყინულ სივრცეში, სადაც არც გზა იყო, არც კომუნიკაცია, არც მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლებოდა. მე წამიყვანეს მანქანის გზა რო გადიოდა, გადამაფრინეს. უკვე სტუდენტი ვიყავი. და დავიმალე და ვიტირე მანქანის სინათლე რო შემოვიდა დართლოს დღეში. არ მინდოდა იქ მანქანა არ შემეძლო თუშეთი მანქანით არ მოკვა. ეგ იყო ცხენით და ხურჯინებით ბალღები და აბსოლუტურად მანქანების გარეშე. მე ეხლაც ვარ მაგის წინააღმდეგი, ვისაც თუშეთი ეყარებოდა, უეჭველად ამოვიდოდა. იმედის გვირილაო დახვდებოდათ ადგილი, სადაც არ არსებობდა რაიმე გარედან. ყველაფერი აქვე მოჰყავდათ.
და რაც მთავარია, დაგხვდებოდათ თუ შურტანის ამოსში ჩაცმული ქამარხანჯლიანი მამაკაცები. ხასხასა, ჭრელ მოჩუქურთმულ კაბაში გახვეული თავშლიანი მანდილოსნები და თუში მეცხვარეები. წესები, კაცრი, მაგრამ გასაგები. გან ვერ ამოარი ერთ ზამთრის თუშეთ, გან ვერ აგინთებ მებუკნის შუქებს, გან ვერ გადმოკვებ ძროხაცულად ხუშეთგან, ქამბლებში მე ვერ ჩავხფენ ქუჩებს, გან ვერ ავიტან ღამეებს რუხებს, ან მთებს კომეტრის თოვლიანს ქუშებს. ბაშტესაც მოალ ძროხათ მოწველად, მემრ გორანაის ხავიც გიდუღებ, ყვას გაგიზელად სამჭიქა არაყი, დილის დაზრომას გამოგიშუშებს. განა მამერებ, ხევშიაც წავალ, თუნგით, წყალსაცად ძველ წესს მოვიღებ, მეაც კუჭურას დავიხურავად, შენ ბებოს ჟღარლებს გულზე მოვიბნებ. აი თენგიზი ამბობს, მირზაშვილი მეუბნებოდა, ის ჩემზე 20-22 წელით უფროსი იყო და ეთერ შენ არ იცი როგორი თუშეთი მაქვს მე ნანახი. აბსოლუტურად სხვა ფერები, სამოსი ხდებოდა განსაკუთრებით თუშეთს წითელი კაბები, წითელკაბიანი გოგოები და ბავშვები. აი როგორც ყაყაჩები, აი ესე წარმოუდგენელი ამბავი იყო. ყველა ქალმა იცოდა დაზგაზე ქსოვა 19 ტიპის ქსოვილი. ეხლაც გვაქვს შენახული ტოლი, ესე ეძახდნენ ნაჭერს. მეცხვარეობის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, თუშები ტრადიციულად მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ. ქერი თუშების ძირითადი საკვები იყო, ხოლო შვრიას საქონლის საკვებად და არყის გამოსახდელად იყენებდნენ. მე მოვესწარი ყანებს. ეს იყო აი ვითომ ნახატში იყავი, იღვიძებდი და რომ წიფდებოდა ყანები და ოქროსფრად რო ლივლებდა და მანამდე როცა ამოდიოდა რა მცენარეებს, რაებით იკვებებოდა თუშები, როგორი იცოდა მცენარეული მთელი სამყარო, რა იყო ორგანიზმისთვის ძალიან კარგი. იმის გამო, რომ მამაკაცების უმეტესობა ძირითადად დაკავებული იყო მეცხვარეობით, სამიწათმოქმედო სამუშაოებს ხშირად ქალები ასრულებდნენ. რამდენი რამე ვალა, თუნდაც თუშის ქალ სიტყვაზე. ერთდროულად უნდა მოექსოვა ეს ყველაფერი. მოევლო უკაცო ოჯახისთვის, იმიტომ რომ ქმრები ფაქტიურად ყველა მეცხვარე იყო, ყველა ველზე იყო წასული. უნდა საკვებიც მოემარაგა, მაგრამ ამ ყველაფერში ძალას აძლევდა ის მეცხვარე კაცი, რომელიც ხორცს მაგალითად საოსხეებს ეძახდნენ, შემოდგომას რამდენიმე საკლავს დაკლავდნენ, დაამარილებდნენ, იცოდნენ ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი შენახვის, მაგრა შენახვის, რომ ახალი ვითამ უქონდა ეს ხორცი. წარაბები გადახატვი იმშვენებს სამსამეთონებს ყველა კოშკს ზედასართულებში ჰქონდა ჩარდახები, სამძირები, შუკუმები. პირველ სართულს კარი არ ჰქონდა. მას შესასვლელი მეორე თვალის ბინის ერთოდან ჰქონდა.
კოშკებში მეორე სართულზე კიბით ადიოდნენ. თუშური წესრიგი აქაც იგრძნობა. აქ სალოცავს ვერ მიუახლოვდები ისე როგორც ჩვეულებრივ ეკლესიას. აქ წინა ქრისტიანული წესები დომინირებენ. არსებობს ადგილები, სადაც ქალს შესვლა არ შეუძლია. თუშეთში ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქალის შესვლა წმინდა საკრალურ ადგილებში, სალოცავებში არ შეიძლება. ამ ეკლესიის ისტორიაც ერთ-ერთ ასეთ ტრაგიკულ ამბავს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით აქ ქორწილი გადაუხდიათ, რის გამოც ეკლესია ჩამონგრეულა. ეს ამბავი თუშებისთვის დასტურივით იყო. ფაქტობრივად ის გადმოცემები და ანდრეზები გაამართლა ამ ამბავმა. ეს გენდერული ნიშანი არის, ქალებს თავისი სალოცავები აქვს ნაყოფიერების, შვილიერების და ასე შემდეგ და იმაზე ლოცულობენ და აქვს როგორც თურსიეხის, წმიდა მარიამის ესეთი ხატები, ხო და იქ ქალები ატარებენ ხოლმე რიტუალებს, აი ასეთ რიტუალებს, ხოლო კაცთა სალოცავებში, რომელიც განსხვავებულია იქ არა ნაყოფიერებაზე, არამედ ტერიტორიების დაცვაზე და ასე შემდეგ სამხედრო საქმიანობაზეა ხოლმე ხშირად სუფრა ერთად არ იშლება. აი ესე თუშურ სალოცავში, მთის სალოცავში გინდა ხევსურეთი აიღე, გინდა ეს. თუშეთის რწმენა სტრუქტურაა, წესებით, აკრძალვებით და უხილავი საზღვრებით. და ამ წესებს აქ ისევ იცავენ. მისტიკა აქ ყველგან ლანდად ჩნდება. ეს ჰაერშიც იგრძნობა. სალოცავებს, ქვის გალავნებს გვერდს ვერ აუვლი. არა იმიტომ, რომ იკრძალება, არამედ ვერ გაუბედავ. თუშეთი რომ მისტიკურია, ამას აი ეს პეტროგლიფების მოწმობა. ეს ასტრალური გამოსახულებები იმდროინდელი თუშების წმენა წარმოდგენებს გამოსახავდა. ისინი თითქმის ყველგან გვხვდება დართლოში, შუა საუკუნეების ციხე-კოშკებზე, აკლდამებზე და ზოგადად მთიელი ხალხისთვის დამახასიათებელი იყო თავიანთი ბუნებასთან კავშირის არქიტექტურაში გამოსახვა, რადგან ესეთი გამოსახულებები გვხვდება ასევე შატილშიც. მეცნიერების მიერ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი თუ რას გამოსახავდა თითოეული მათგანი და არ არის დაზუსტებული. მაგრამ ეს იყო მისტიკური სცენები, ნადირობის სცენები, ღვთაებები, დემონები და ასე შემდეგ. თუშური დემონოლოგია ხომ საერთოდ ცალკე სამყაროა. თუშური სარწმუნოებრივი მისტიკური წარმოდგენები მუდამ მერყეობს კეთილ და ბნელ ძალებს შორის. ქრისტიანული ღმერთი თანაარსებობს წარმართულ ღვთაებებთან და ბოროტ სულებთან. მათ შორის ლაშქრებთან, ხამეულებთან და ურჩხულებთან. თუშეთში სახლების სახურავებზე ძალიან ხშირად შეხვდებით აი ასეთ თეთრ ქვებს. ეს ქვები ხშირად ანთროპომორფული და ცხოველების გამოსახულების არიან.
თუშური მითოლოგიის მიხედვით ისინი სახლებს დემონებისგან იცავენ. თუშურ დემონოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფიგურაა ღამეული. ბნელი სული, რომელიც ღამით ცხვრის ფარაში იპარება, თავებს აჭრის ან ხორცს ჭამს. წყემსები ღამით ხშირად ანთებდნენ კოცონს და ატარებდნენ რიტუალებს ღამეულებისგან დასაცავად. არსებობდა რწმენა, რომ ღამეული შესაძლოა ყოფილიყო გარდაცვლილი მწყემსი, რომელიც დასასჯელად დაბრუნდა ფარაში, ან სულაც სხვა სოფლის მიერ გამოგზავნილი ჯადო. თუშური დემონოლოგიის ნაწილია გარდაცვლილთა სულიერი დაბრუნების რწმენა. მათთან დაკავშირებული შიში და რიტუალები ცალკე თემაა. ამას ემატება სიზმრების დემონოლოგია. თუშეთში სიზმრებს განსაკუთრებულად უსმენდნენ. მათში მიცვალებულების გამოჩენა სერიოზულ ნიშნად ითვლებოდა. თუშური მითოლოგიის მიხედვით სალოცავის ირგვლივ დემონები იყვნენ ჩასაფრებულნი, რომ ადამიანები სალოცავებთან არ მიეშვათ. ისინი სხვადასხვა სახით ჩნდებიან. ნადირთ მფარველი ქალები არიან მაგალითად, ეშმაური ძალისა და ეჩვენებიან რაღა თეთრ კაბაში, ასეთში, ისეთში, ძალიან ლამაზები, მაცდურები. და თუშეთში და ყველა სხვა აღმოსავლეთის კუთხეში პატარძლება, სამოსით პატარძლება თუშურ რიტუალურ სამოსში ჩაცმულები ეჩვენებიან და ამის ჩამოთვლა შეიძლება ის საეშმაკე ადგილები, ნაძრახი ადგილები, სადაც არ შეიძლება რომ ღამე გაათეო, იქ დარჩე, იქ დაისვენო იმ ადგილას, როგორმე უნდა ჩქარა გაერიდო. ღამე განსაკუთრებით თუშეთი ძალიან მდიდარი აღმოჩნდა ამ კუთხით. შენ ფიქრობ, აი რა ფორმით, რაები, რა ფანტაზია ქონდა ხალხს, უმთავრესად, მაგრამ არა ყოველთვის იმარჯვებს ხატი, ჯვარხატი, წმინდა და სუფთა ძალა და მარცხდება დემონი. ახლა ჩვენ მივდივართ დართლოს ერთ-ერთ თავარ სალოცავთან. ეს არის იახსარის სალოცავი. თუშური მითოლოგიის მიხედვით, იმისთვის რომ სალოცავამდე მისულიყავი, რაღაც გზა უნდა გაგევლო, იმიტომ რომ საკმაოდ შორს იყო ხოლმე განლაგებული ეს სალოცავები. აი ამ გასავლელ გზაზე ჩასაფრებულები იყვნენ დემონები, თუშური მითოლოგიის დემონები, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლიდნენ აი ამ სალოცავებამდე მისვლამდე. თუ ადამიანი გადაეყრებოდა აი ერთ-ერთ ასეთ დემონს, რომელიც მას ამ გზაზე ჩაუსაფრდებოდა, ის აუცილებლად არ უნდა გამოლაპარაკებოდა მას, იმიტომ რომ შემდეგ ის დემონი მას დაიტომებდა, ანუ თავის თვისტომს გახდიდა და ეს ადამიანი ან დაიღუპებოდა, ან გაგიჟდებოდა. ყოფილა ისეთი შემთხვევების, როდესაც აი ამ დემონებისგან თავად სალოცავებს გადაურჩენიათ. ახლა ავალთ ჩვენ იახსარზე და მართლაც აი ამ საოცარ საკრალულ მხარეში ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ და მისტიურ ადგილას, სადაც წარმართობა და ქრისტიანობა ერთმანეთთან შერწყმულია.
არქეოლოგიური ანდრეზების მიხედვით ადრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი დემონურ ბოროტ არსებებს, დევკერპებს ეკავათ. მათი შიშით თურმე ჭიანჭველაც კი ვერ გადაადგილდებოდა მიწაზე. ადამიანები კი მიწურებში ცხოვრობდნენ და აკაფარებდნენ თავს. ერთ მშვენიერ დღესაც მორიგ ღმერთს გამოუგზავნია ქვეყნად ანგელოზები, ღვთისშვილები იგივე, რომელსაც მეთაურობდა იახსარი. სწორედ იახსარს დაუმარცხებია უკანასკნელი დევკერპი და მისი შვილები მთლიანად ამოუწყვეტავს. ამის შემდეგ იახსარს ძალიან ბევრი ბრძოლა გადაუტანია დემონურ არსებებთან. ბოლოს კი მტრედის სახით მოვლინებია მთებს და რომელ გორაკზეც ის დასახლდებოდა, იმ ადგილას სალოცავებს აგებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სალოცავი გახლავთ სწორედ აი ეს და ასეთი სალოცავები ძალიან ბევრია ამ ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში. ერთი არის აქ, არსებობს ასევე ხევსურეთშიც და ყველას აქვს თავისი საკრალური შინაარსი. თუშებმა ხატობებში ფანდურზე დამღერება იცოდნენ. ფანდურის თანხლებითვე ასრულებდნენ ორსართულიან საკულტო ფერხულს ქორბეღელასაც. თუშური რელიგიური რწმენა არ არის სტანდარტული მართლმადიდებლობა, მაგრამ არც მხოლოდ წარმართობა. ისაა სინკრეტული სისტემა, ანუ შერწყმული რწმენათა ერთობა. აქ ერთდროულად არსებობს ღმერთის, წმინდანის, ხატისა და წინაპრებისადმი პატივისცემა. მირიან მეფემ აი ამ מחვილით რო შევიდა და მოიწადინა ესე გაქრისტიანება, ბევრმა ფხოველმა უარი თქვა აი ამ უცნობ რელიგიაზე და მატიანეში წერია რომ გარდავიდნენ თუშეთსო, გარდაიხვეწნენ თუშეთსო. თუშეთში რო გადმოვიდნენ იქიდან არა ვინც არ მიიღო ნიშები წამოიღეს თავიანთი ჯვარხატების, იახსარის, კოპალას და ასე ღვთისშვილებად ვინც ითვლებიან იმათ. ისინი და დღეს თუშეთში ვერ შეხვდებით სოფელ, სადაც ეს ნიშები არ იყოს. ბევრი რამე დარჩა წარმართული, აი მაგალითად იგივე ფორმა ხატსალოცავების ხო ხედავთ რა განსხვავებულია ქრისტიანული ტაძრებისაგან. იქ ხატებში რაც წარმოებს არა წესჩვეულებები, სამჯვრის შემოვლა გარშემო, სანთლების ანთება, საკლავის სვებრად შეწირვა, ეს ქრისტიანობაშიც იყო სხვადასხვა ფორმითა და აი ესენი ქრისტიანული და წარმართული ისინი შეერწყა ერთმანეთს და მივიღეთ სინკრეტული რელიგია. დართლო თუშური მომრიგებლური სამართლის სიმბოლოა. აქვეა დართლოს საბჭეო, ანუ სასამართლო, რომლის შექმნას მე-16 საუკუნეში ვარაუდობენ. სასამართლო სოფლის ბოლოში იმართებოდა. აქ დღესაც დგას 12 ქვის სკამი, საჯულებისთვის და ყველაზე მაღალზურგიანი სავარძელი მთავარი მოსამართლისთვის. დართლო არის ერთადერთი, სადაც ეს 12 ბჭის ინსტიტუტი შემორჩა. მომრიგებელი სასამართლო იყო ფაქტიურად. ეს ეხებოდა იყო რაიმე კრიმინალური შემთხვევები ან სისხლის აღების საკითხები თუ რაღაცა. ეს სასამართლო მართავდა ხოლმე ამ პროცესებს. სისხლის დასჯის სასამართლოს ასეთი პროცესი არ ყოფილა და ცდილობდნენ რომ მოეგვარებინათ სათემო საკითხები მორიგებითა და შერიგებით. რა თქმა უნდა ეკონომიკური სარჩელები იყოს, გადასახადებით თვით კვლესაც სისხლის სასამართლო იყო მიეჯებოდა ხოლმე არც თუ მცირე რაოდენობით სხვილფეხა საქონელი ან წყარი და ასე შემდეგ.
ხო და ეს ადვილი არ იყო მოგეხსენება თემობრივი ცხოვრებისათვის და დემოგრაფიულად არ იყო იმხელა რომ კატეგორიული ზომები გამოიყენებინა და ასეთ ურთქილდებოდა ხალხის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ტრიანობა იყო. სასამართლო საბჭო 12 ადამიანისგან შედგებოდა. აქედან 3 მთავარი მოსამართლე იყო. ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილი კი აი ეს იყო. აქ მუხლებზე დგომს უნდა გაეტარებინა იმდენი დრო, რამდენიც განაჩენის გამოტანას დასჭირდებოდა. მერწმუნეთ ეს საკმაოდ მტკივნეული და არასასიამოვნო პროცესი იყო, რადგან ზოგჯერ გასამართლება საათობით გრძელდებოდა. თუმცა სასიკვდილო განაჩენი აქ არასოდეს გამოუტანიათ. ყველაზე მძიმე სასჯელი სოფლიდან გაძევება იყო. ამ შემთხვევაშიც მსჯავრდებულს ჰქონდა უფლება ეთხოვა სოფელში დაბრუნება გარკვეული დროის შემდეგ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მისი თხოვნა დაუდასტურებიათ. ეს ფიზიკური მეთოდები ისეა გათვალისწინებული, რომ როდესაც ზედ მოხლებით გეხარა რა, შეუძლებელია ან ცრუ აზრი მოგივიდეს, ან არ თქვა სწორი აზრი. ზედ იმდენად აიძულებს ადამიანს, რომ დროზე დააღწიოს თავი ამ გამოუვალ სიტუაციას. ეგ კი არა იცოდნენ ხოლმე ცხელი ნივთების ამოღება მდუღარე წყლიდან. ხო და იმდენად დარწმუნებული თუ იყო რა ადამიანი დამნაშავეს, რომელიც დამნაშავედ მიაჩნდა. იმას ხელს არ დაწვავდა. იმდენად ზეშთაგონებული იყო ის, რომ თუ იცოდა რომ სიმართლეს ამბობდა რა, შეეძლო რომ მდუღარე წყლიდან ამოეღო საგანი და ხელში დაეკავებინა. ასეთი რამე ფსიქოლოგიაში ცნობილია. აი აქ თითოეული ბჭე ულუაშის ღერს ამოიძრობდა და ამ ქვას ამოიღებდნენ და ყრიდნენ აი ამ ქვის ქვეშ. ხო და ეს ნიშნავდა აი როგორც ნაფიც მსაჯულებს აქვს ხოლმე და ესეთი რიტუალები. ისინი დაფიცულნი იყვნენ და მათ არ შეიძლებოდათ რაიმე არასწორი მოქმედება ან არასწორი განსჯა გამოეტანათ. საბჭეოს ტერიტორია საკრალური ადგილია. აქ არაბჭეების შესვლა არ შეიძლება აკრძალულია როგორც სასამართლო შენობაში გარკვეული შეზღუდვები არის არა დამსწრე საზოგადოების, ასევე აქ იყო საზოგადოება იკრიბებოდა ერთ მხარეს თლიანად და შორიდან უსმენდა და აკვირდებოდნენ პროცესებს. თართლოს სასამართლოს მე-18 საუკუნეში 10 წლის განმავლობაში ქალი თავმჯდომარეობდა. ის იყო ცნობილი ერთ-ერთი თუში გმირის დევდრის ანთასასული იყო. გამოირჩეოდა ბრძნული გადაწყვეტილებებით, ბრძნული ცოდნით, ადათი იცოდა, სამართალი იცოდა და შემთხვევითი არ იყო რა თქმა უნდა, რომ ქალი აიჩიეს თავბჭედ, ანუ სასამართლოს თავმჯდომარედ. ეს გენდერული თანასწორობის საუკეთესო შემთხვევა გახლავთ, იმიტომ რომ ხშირად მიაჩნიათ ესეთი მცდარი აზრი, რომ მთაში ქალი დაჩაგრული იყო, ასე არ არის. თუშეთი მკაცრი, მაგრამ ამაყი ხალხის სამშობლოა. მათი ყოველდღიურობა საუკუნეების განმავლობაში ბრძოლასა და თავდადებაში გადიოდა. თუშებს, რომლებსაც ამწვედიან კლდეებსა და ხეობებში უწევდათ ცხოვრება, იარაღის ტარება ცხოვრების წესად ექცათ. მზადყოფნაში მუდამ იდგნენ, რათა მოეგერიებინათ იმიერ კავკასიელი ძარცველები და მეფეთა ყოველ მოწოდებაზე ომში წასულიყვნენ. სწორედ ამ მუდმივმა ბრძოლებმა და საქართველოს დანარჩენი მიწისგან განცალკევებამ განაპირობა თუშების მკაცრი ადათ-წესების ჩამოყალიბება. თუშეთში ბავშვები
პატარაობიდანვე მამაცობისა და მტრისადმი დაუმორჩილებლობის სულისკვეთებით იზრდებოდნენ. 7-8 წლის ასაკიდან ყველა მათგანს მშვილდისარი ჰქონდა. იარაღი, რომელიც მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდებოდა. 10-12 წლიდან კი ისინი უკვე დანისა და ხანჯლის ტარებასაც სწავლობდნენ. დედაჩემის დიდი პაპა იყო შეთე გულუხაიძე, ცნობილი თუში, ძალიან გმირი კაცი. დაღესტნელები ნაკვალევსაც კი ცნობდნენ შეთესი, რომ შედიოდა დაღესტანშიო. ისეთი მებრძოლი იყო და არ მიდიოდა თვითონ არასდროს, თუ ისინი არ დააშავებდნენ და რამე არ ქონდა იქიდან გასასწორებელი. მაგრამ ეს იმდენად ჩვენ იყო, რომ ხიდზე, სადაც უნდა გადასულიყო, დაღესტნელებიო ნაცარს ყრიდნენ, რომ შეთეს ნაკვალევი ამოეცნო. და ეს ფეხუკუღმ გადიოდა ხიდზეო. შეთე წასულაო ყიროდან და ამ დროს აულში იყო ჩასაფრებულიო. ესე იგი, ფეხუკუღმ გადიოდა, ნიშნავს შებრუნდებოდა და ზურგით გადიოდა ხიდზე და იმათი გონა რომ უკვე წავიდა და ეს შევიდა. جان خردولا دشمی بردانو پیرسلبشی گاخوی باشتای بگاس საჩაღმოში მაღალმთიან თუშეთში ტყვედ ჩავარდნა უბრალოდ ვერ წარმოედგინათ. ეს იყო უდიდესი სირცხვილი, რომლის ტოლფასი არც ერთი სხვა შეურაცხყოფა არ იყო. გომეწარიც გადიყიდ მუქფა თუშთა გმირობა კიდევ უფრო მრისხანე გამოხატულებას იღებდა, როდესაც მათი სახლის ზღურბს მტერი მოადგებოდა ხოლმე. აი ამ კოშკებში ისინი ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ კიდეც. თუ თუში მეომარი გრძნობდა, რომ მტრის დამარცხება შეუძლებელი იყო, ის საკუთარ ოჯახს, ცოლშვილს, დას და დედას თავადვე კლავდა, რათა ისინი მტრის ხელში ტყვედ არ ჩავარდნოდნენ. ხოლო შემდეგ თავად შეებმებოდა მტერს, ხმალა მოწვდილი და ვაჟკაცურად იღუპებოდა. თუშეთის ზეპირსიტყვაობაში მრავალი მსგავსი შემთხვევაა შემონახული, სადაც თუშები საკუთარი ოჯახის განადგურების ტკივილს საკუთარი ხელით ატარებდნენ. თუშეთის საფხული ფარას ეკუთვნოდა. მთელი თვეების მანძილზე თუშეთის სოფლები ღიად რჩებოდა მხოლოდ ცხოვრებისთვის. შენამ ვინ გკითხავს დიაცო თოფისასა და ხმლისასა შენ უნდა ეჯდე აკამანს ან უნდა იქსოვდე წინდასა ტრადიციულად თუში მეცხვარე ზაფხულში გადიოდა ფარასთან ერთად მაღალ მთებში და იქვე ბანაკდებოდა. ამბობენ, რომ თუში მეცხვარე ხშირად ნაკლებს ლაპარაკობდა, მაგრამ ერთხელ ნათქვამს ვერ ივიწყებდი. კაჩუს მთაზე დამცდა რაჩება ხეს ჯოხით ზურგზე აკამან შველელი მცნურვინ დახვდება ხეს ჯოხით ზურგზე აკამან შველელი მცნურვინ დახვდება. მივადექით სოფელ ფარცმას. ვაჟაუმეთ მათ რთოლებს ეგშენით მები და ლოდებზე გრიანი მაგცხენის ნალისა ეს სოფელი მიდოვებულია, სახლები დაცარიელებული.
სწორედ ეს სიცარიელე და სიჩუმე ქმნის განსაკუთრებულ მისტიკურ ატმოსფეროს. ამ სოფელში რომ შემოხვალ, მაშინვე ლანდებად გადაიშლება მისი წარსული. სოფელს ეტყობა მრავალჭირვარამ გამოვლილობა, ომიანობა და მტრისგან თავდაცვა. სოფელი ფარსმა მოსახლეობისგან ყველაზე მეტად არის დაცლილი. აქ ზაფხულობით ამოდიან ხოლმე ოჯახები. სახლებიც ნაკლებად არის რესტავრირებული. მაგრამ სამაგიეროდ აქაურობას ყველაზე მეტად აქვს შემორჩენილი ავთენტურობა და ნამდვილობა. თუშეთის ძველი სოფელი ფარსმა ზღვის დონიდან 275 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ისტორიული სოფელი, რომელსაც თვალწარმტაცი პანორამული ხედები და შუა საუკუნეების არქიტექტურა ამშვენებს, თუშეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მე-18 საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითა თემის ცენტრალური სოფელი იყო. ფარსმის წვერიანი ციხე, ისევე როგორც გირევის ციხე, ქისტი მამაშვილის აგებულია. ფარსმის სასაფლაოები და აკლდამები აქაურობას ნამდვილ მისტიურ ელფერს სცემს. ისევე როგორც დართლოში, აქაც საფლავის ქვებზე და აკლდამის კედლებზე გვაქვს პეტროგლიფები. აქაც ისინი ასტრალურ და ბუნების კავშირის დანიშნულებას ატარებს. თუშეთში ძველად სჯეროდათ, რომ ჩამავალმზეს ადამიანთა სულები მიჰყავდა, ხოლო ამომავალს ახალი სიცოცხლე უნდა მოეტანა მათთვის. ღმერთმა უშველოს სიკვდილსა შენ გუნესა სადაც ომიანობაა, იქ მსხვერპლიც დიდია და სატირალიც. თუშური დატირების, ყოფნა არ ყოფნის მარადიული თემა, სიკვდილთან დამოკიდებულება განსაკუთრებით კარგად ჩანს მთის ხალხურ პოეზიაში. მას მიეკუთვნება სამგლოვიარო პოეზიაც. ჩვენც ისე დავიხოცებით, როგორც ავხედავ სამგლოვიარო პოეზია ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ორი ტიპისაა: არაკანონიკური და სარიტუალო, ანუ წესჩვეულებითი. მათი აღრევა არ არის მართებული. შენაც წაქცეულ ხარ სოფლის გალავა. თუშეთში ეს ხდებოდა გარდაცვლილთა ასაკის, წოდებისა და მდგომარეობის შესაბამისად. ეს ტექსტები, ისევე როგორც ფშავ-ხევსურეთში, იმპროვიზირებულია. აი, ჩემ ბავშვობაში ისეთი ხმით მოტივლები იყვნენ, ალვა არსებობდნენ და ცოცხლობდნენ, რომ აი, არ ვიცი, გული გაგიჩერდებოდა იმათთვის, იმ თუშქალებისთვის, რომ მოგესმინა. და დედა ძალიან მაგარი ხმით მოტივალი იყო და დეიდები. დედა შენი რომ შედიოდა სათიბად, გამოსული მოტივალიო, უკან ბრუნდებოდა ერთი მარგო ბეწუნაიძე იყო და იმან მითხრა, რომ მოესმინა რა სიტირებდა. შვილო სიდგასწირე გუდაიდ ნაბადი ან ჯოხსიდგასწირე ბაქს მიყუდებული ან ჯოხსიდგასწირე ბაქს მიყუდებული რალია ბიჭონა კუდა შენი უხანოდ სიკვდილი. 1
როგორც სხვა მხარეებში, აქაც სამარცხვინო იყო მცირეწლოვანი შვილის დადირება. განსაკუთრებით ტიროდნენ უძეოდ დაღუპულ მამაკაცს. შვილო შენ შავ ცხენსა შაუნაგირზე და ღვირებს შევაყრი დღეველად გუშვება ღვირებს შევაყრი დღეველად გუშვება ეგ შენი დედა ბეჩავი სანთლებურ ჩამოდნება თუშეთში არც თუ ისე იშვიათი იყო უცხო ტომელთა დადირების შემთხვევებიც. მაგრამ თუშეთში კაიღმის დადირება სულ სხვა დონეზე იყო აყვანილი. მამის სახლის ჭერო ბაშტეს დაცემულო თალაი თუშური დადირებაა. ის მხოლოდ თუშეთშია გავრცელებული და შეეხება ყველას, ყველა მოყმეს, ვინც კი ოდნავ მაინც მიუახლოვდება კაიღმის იდეალს. დალა თქვით დალა მხედრებო ძნელია დალაობა თალაი როგორც ხმით ნატირალი სრულდება მიცვალებულის არა დაკრძალვის დღეს, არამედ წლის თავზე, როცა მის პატივსაცემად იმართება დოღი, რომელშიც მისი ცხენიც მონაწილეობს. და დაიწყო დალაობა ხელსურა ექვინი კაც დიკლოელი ცნობილი მოდალავე იმას ყველა ვერ ასრულებდა და დაიწყო ამ ტექსტის საუკუნოვანი ტექსტია გამყინვარებული მარტო იცვლება იქ შიგნით გვარსახელი ვინც გარდაიცვლება განარჩენი ტექსტი მიდის და ამის ფონზე ხმით ტირიან ქალები იმდენად შემძრავი იყო სულისა აი ეს ტირილი ხმით ტირილი და ზარი ერთად რომ ესე ვხედავთ გაგვიბრაზდნენ მანამდე დაგვიძახეს რომ არ ხამ ფეხების დალაობა ანუ ელოდებიან ცუდ რაღაცას კიდე მოსალოდნელია ცუდი რამე მოხდეს აი ტაბუირება რა არის ფეხის დალაობა ნიშნავს რომ ვიღაცა კიდე მოგვიკვდება არ ხამს რო გეტყოდნენ თუ ძალიან საშიში არ ხამ უკვე გამოცდილიათ ის რაღაცა თუ და გეუბნება რომ აი გარგააკეთე ღვირებს შევაყრი დღეველად გუშვება ეგ შენი დედა ბეჩავი სანთლებურ ჩამოდნება როცა ამ სოფელს ხედავ, ხვდები რომ მტერმა მას ვერაფერი ავნო. ციხეები ისევ სტოიკურად და მედიტურად დგარან. თუმცა თუშები ამ ბრძოლაში ყოველთვის როდი იყვნენ მარტონი. ფშაველები და ხევსურები ძმებს გასაჭირში არასოდეს ტოვებდნენ. ისევე როგორც თუშები ეხმარებოდნენ მათ. როცა ხევსურები მშვიდობიანობის დროს თუშების საზღვარს მოადგებოდნენ, თურმე იარაღს აიყრიდნენ. რადგან ისინი ძმებთან მოდიოდნენ და თუშეთში იარაღით შესვლა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. თუშეთში მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლებისთვის ფაქტობრივად თუშები აღარ დარჩნენ. თუშების ბარში ჩამოსახლება ისტორიული პროცესია, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდებოდა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში. თუშეთი თავისი სიშორით ხშირად აქცევდა აქაურ ცხოვრებას მძიმედ გადასატანად. სწორედ ამ გარემოებების ფონზე რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში
დაიწყო თუშების პირველი მასობრივი ჩამოსახლება კახეთის ბარში. თუშებს ბარში ჩამოსვლისკენ უბიძგა როგორც ცივ კლიმატთან ბრძოლამ, ასევე ეკონომიკურმა მოტივებმა. როგორც კი შემოდიოდა უფრო ადვილი ტექნოლოგიები, შემოდიოდა უკვე რაღაცა კომუნისტებს რაც შეეხებოდა, ფქვილი გამოჩნდა, ისე რომ ტომრებით ყიდულობდნენ უკვე და თუშეთს მაშინ მანამდე თუშეთს და უკვე რომ ნახეს რომ ფქვილეული აქ და ამ ყანას ამდენი ამბავი და ისე პატარა ყანას იტოვებდნენ ერთს და ბევრი სათიბი და საძოვარი კი აღარ უნდოდა აღარ რჩებოდნენ ნელ-ნელა დაიწყეს თუშეთიდან ზამთრის მიტოვება იქაურობის და გაზაფხულზე სხვა საქონიანად გადასვლა მთებზე და ისევ 3-4 თვის იქ დაყოფა. ზაფხულში თუშეთი სასათბურე სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ ზამთარში იქ ცხოვრება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა. ბარში კი უფრო მსუბუქ კლიმატურ პირობებში შესაძლებელი გახდა როგორც სამწყემსო, ისე სოფლის მეურნეობის უკეთ წარმართვა. საბჭოთა ხელისუფლებამ ამ პროცესს ახალი ტემპი მიისცა. 1930-იანი წლებიდან დაიწყო მიზანმიმართული პოლიტიკა მთის რეგიონების ცივილიზაციის და კოლექტივიზაციის მიზნით. თუშეთში კოლმეურნეობის შექმნა რთული იყო, ხოლო ბარში სახელმწიფო ეკონომიკური მექანიზმები უკეთ მუშაობდა. ამიტომ 10 წლეულების განმავლობაში თუშები იძულებულები იყვნენ ზამთრობით დაბლობში ჩამოსულიყვნენ და თუშეთი მხოლოდ ზაფხულის პერიოდულ მწყემსვად ტერიტორიად ექციათ. ჩვენ უკვე ჩამოსახლებული თუშები ვართ ბარად, მაგრამ ის თუშეთი ვერ დავტოვეთ და ვერც დავტოვებთ იმდენად სხვა რამეა ჩვენთვის, რასაც თუშეთი ქვია. ბოლო პერიოდში თუშეთის მთა ერთგვარად გამოცოცხლდა, რაც განპირობებულია ტურიზმის განვითარებით. დღეს თუშეთი სეზონურ რეგიონადაა აქცეული. მუდმივი მოსახლეობა იშვიათია, თუმცა ზაფხულობით, წინაპრების მიწაზე დროებით დაბრუნებით თუშები კვლავ ინარჩუნებენ კავშირს საკუთარი დენდობასთან. თუშეთი გვახსენებს, რომ თითოეულმა თაობამ უნდა გაიაზროს თავისი წინაპრების როლი, რომლებმაც ძლიერებასა და ერთიანობას ხელი შეუწყეს. რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი ეროვნული იდენტობა, გავუფრთხილდეთ ჩვენს მდიდარ კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ჩვენს ვინაობას და ჩვენს მომავალს.